მორიგი რეგულაციების საბანკო სექტორში ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის პროცესის ხელშესაწყობად ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. არახეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ისევ შეიცვალა და ამჯერად 400.000-დან 500.000-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა ვალუტაში აღარ გაიცემა 500.000 ლარამდე სესხი იმ მოქალაქისთვის, რომელიც ხელფასს ეროვნულ ვალუტაში იღებს. ახალ რეგულაციას ები დედოლარიზაციის და სავალუტო რისკების განდაცვის გრძელვადიანი გეგმის ნაწილად აცხადებს. მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა ეფექტი ექნება ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას. პირველი იანვრიდან 500.000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის კიდევ 100.000 ლარით გაზრდა. ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას და ფინანსური სექტორის რისკებით შემცირდება. Მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებითი ინსტრუმენტები შემოიღოთ, კერძოდ 1 იანვრიდან უცხოურ ვალუტის სესხის აღების შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ან კომპანიას არ აქვს იმავე ვალუტაში შემოსავალი, კომერციული ბანკებს შეეზღუდათ ასეთ პირებისთვის სესხის გაცემა 500.000 ლარამდე. ეს ზღვარი აქამდე იყო 400.000 ლარი, რომელიც თქვა წლის დასაწყისში სულაც 200.000 იყო და ეტაპობრივად ვსდიდით. ეს პოლიტიკა ჩვენ გაცხადებული გვაქვს, ეროვნული ბანკი დააკვირდება ტენდენციებს და მომავალში თუ ამის წინა პირობები იყო ამ ზღვარს აწევს და საბოლოო მიზანი მივახციოთ იმას, რომ დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდეს. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდაა. კერძოდ, ცენტრალური ბანკი კომერციულ სექტორს ავალდებულებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობის გარკვეული პროცენტი დაარეზერვონ. აქამდე ეს მოთხოვნა 10-დან 20%-ის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა ახალი რეგულაციით საფინანსო სექტორს ამ მაჩვენებლის 5%-ით გაზრდა მოუწევს. სექტემბერსა და ოქტომბერში ვაკვირდებოდ ტენდენციას, რომ ჩვენმა მოქალაქეების ნაწილმა თუ კომპანიების ნაწილმა, რომელიც გარკვეული ღირებულება ჰქონდათ გასული კურსთან დაკავშირებით, მათ მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან გადააკონვერტირდეს უცხოურ ვალუტაში და შედეგად ბაზარზე უცხოური ვალუტის შედარებით ჭარბი დონე დაგროვდა და ახლა გარკვეული რისკად ჩავთვალეთ ეს, რომ ბანკებს არ გაუწევს ცუნება, რომ ეს თანხები სესხად გასცენ მოქალაქეებსა თუ კომპანიებზე. ამიტომ ეროვნულ ბანკმა გადაწყვიტა, რომ სარეზერვო მოთხოვნები გაზარდოს და შედეგად ამ ჭარბ ლიკვიდობას უცხოურ ვალუტაში ჩვენ ბაზრიდან მოვიღებთ და ის ბაზარზე სესხის სახით აღარ მოხდება და აღარ გაგვიზრდის დოლარიზაციის დონე. შედეგად დაახლოებით 340 მილიონი დოლარის მინიმალურ რეზერვებს შევისვეთ ბაზრიდან და ეს თანხა მოაკვდება უცხოურ ვალუტის აკრედიტებას, რაც ასევე დედოლარიზაციის ინსტრუმენტი. რა გავლენა ექნება ეროვნული ბანკის ამ რეგულაციებს დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირებაზე? ბანკების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება ნამდვილად ლარიზაციის გაზრდას ემსახურება. თუმცა ამასთან აღნიშნავენ, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გარკვეულწილად დამატებითი წნეხი შეუქმნას კომერციულ სექტორს, რაც საბოლოო ჯამში სავარაუდოდ საბანკო პროდუქტების ფასზეც აისახება. ეს გადაწყვეტილება ლარიზაციის ხელშეწყობისთვის იყო მიღებული. ეროვნული ბანკის განმარტებითაც სწორედ ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდას ემსახურება. დღეს რთულია შევაფასოთ ამ გადაწყვეტილების ეფექტები. მის ეფექტს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვიხილავთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ყველა სხვა შესაძლო გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომელმაც წნეხი შეიძლება შეუქმნას საბანკო სექტორს, მაინც მცირე გავლენის და წნეხის მქონეა. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და ეროვნული ვალუტის მერყეობა უცხოური ვალუტის მიმართ არაპროგნოზირებადია, მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესს მოემსახურება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, მაღალი დოლარიზაციის პირობებში ახალი რეგულაციებით მსესხებლები სავალუტო რისკებისგან უფრო დაცულები იქნებიან. მაღალი დოლარიზაცია ზოგადად ყოველთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის როდესაც კურსს აქვს გარკვეული ტიპის მერყეობის ფაქტორი, ხშირად ეს როგორც აღებულ სესხებზე, ძირითად შემთხვევაში ისე სხვა ფაქტორებზე ახდენს გავლენას. ლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი პირიქით ხელს უწყობს ბაზრის სიმშვიდეს, პირიქით ხელს უწყობს მოსახლეობის შემოსავლების, როგორც მიღების, ისე გადანაწილების გაცემის სტაბილურობას. ასე რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ კუთხით არის აბსოლუტურად სწორი. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-ის ფარგლებშია. მარეგულირებლის პოლიტიკა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შეამციროს.